დილა მშვიდობისა. მოკლედ სამსახურში წასვლამდე 9 საათი შემოგირბინეთ. სანამ წავალ სამსახურში 40 წუთში გავდივარ უკვე და ჩაცმულიც არა ვარ და 1.5 საათი მეც ვეღარ დაგელაპარაკებით, მართლა უბრალოდ რაღაცა ძალიან ბევრი სიახლეებია და რადგანაც ვერ ვახერხებ ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ვიდეოების ჩაწერას, დღეს გადავწყვიტე რა ჩამეწერა ვიდეო. 1-2 დღის წინ ჩავწერე ვიდეო. ესე არ გამოვა ეს. 2 დღის წინ თუ 3 დღის წინ ჩავწერე ვიდეო, რომელიც ეხლაც არ ამიწვირთავს. რა გავაკეთო, ანუ ჯერ ხო გადაღებასაც ვერ ვახერხებ ისე ხშირად და ვიდეოს ჩაწერას მით უმეტეს, ატვირთვას კიდე რა ვიცი რა, ძალიან ისე ვარ არეულად, ძალიან ბევრ რაღაცაზე მინდა ეხლა ლაპარაკი და თან არ მინდა ჩქარ-ჩქარა ვილაპარაკო, მაგრამ სამსახურში გავდივარ. მოკლედ ყავა მოვიდუღე რა თქმა უნდა და ტორტი მოვიტანე ესეთი ტორტინის მარწყვის თეთრი ტორტი. ჩემს ძმას ჰქონდა დაბადების დღე 19-ში, ძალიან დასიებული ვარ რა. 19-ში ჰქონდა ჩემს ძმას დაბადების დღე, 19 ივლისს. ისე მოხდა, რომ 18-ში ბიძაშვილთან ვიყავით, რუსთავში წავედით ესა და დილას რო წამოვედით უკვე რუსთავიდან თბილისში, მთელი დღე უნდა ვყოფილიყავი სამსახურში. ჩემი ძმის დაბადების დღეზე დილიდან საღამომდე უნდა მემუშავა. და ესა დილას მოვასწარი ჩემი ძმის ნახვა, იმიტომ რომ დამაგვიანდა სამსახურში და ადრე არ გავსულვარ და დილას კი მიულოცე დაბადების დღე, მაგრამ სამსახურში რო ვიყავ, ვფიქრობდი, რომ ეხლა ვერ მივაქციე ყურადღება ჩემს ძმას ისე როგორც საჭირო იყო თქო, იმიტომ რომ მუშაობდი და ეხლა რა ვქნა თქო, ვიფიქრე ტორტს მაინც უყიდი თქო, მაგრამ სამსახურიდან რო გავალ 11 საათზე ტორტი მაღაზია არსად აღარ იქნება თქო და რავი, ესე დაახლოებით 7 საათზე გამოვიძახე იმითი კურიერით ტორტინის ტორტი, მომიტანეს სამსახურში და რომ მოვედი ძალიან კარგია. მე ესეთი ტორტები მიყვარს, ავი. შოკოლადიც უფრო თეთრის მოყვარული ვარ რა. კრემისიც, შოკოლადისიც და ყველაფრის. და რომ მოვედი სახლში, სანთლები ვიყიდე გზაში კიდე, რომელიც სულს რო უბერავდა, რო ეკიდება, ანუ კვამს რომ იყვება ცეცხლი და რო ეკიდება. მსხვილი ძაფი აქვს სანთელს და ეკიდება ეგრევე რა. ხო და გზაში რო გავხსენი ეს სანთელი, 9-ზე მეტი ძირს დამეყარა და მეთქი ეხლა ამ სიგნალეში სანთლებს ვერ ჩავარჭავ და ვერ მოუკიდებ თქო, თან ტორტი სადმე რო დამედო, ისეთი ადგილიც არსად არ იყო და მივალ მეთქი სახლში და სახლში აუნთებ თქო. მივედი სახლში და ეს სანთლები 6-7 ცალი დარჩენილა სულ. ჩავარჭე ეს სანთლები და მოუკიდე და როგორ მომღერე იცით? რა ლამაზი დღე იყო, რა ნათელი მზე იყო, იმიტომ რომ გუშინბექას დაბადების დღე იყო. ესე იმიტომ მომღერე, რომ მე მოვედი პირველის 5 წუთზე თუ 8 წუთზე. უკვე რომ მისი დაბადების დღე გადასული იყო რა. ხო და მეთქი მე ჩამორჩენილი ვარ თქო. ჩამორჩი თქო და ძალიან ვიხალისეთ რა, ესე უბერავს სულს და როგორც კი დაიწყო სულის შებერვა და აუ ეხა არ ვიცი რას გიზავ, ეს ის სანთელი თუა, რომელსაც ეკიდებაო და უბერავდა სულს, მოეკიდა, მაგრამ მაინც 9 ძირს რო დავყარე, ეგ სანთლები ბევრი უნდა ერჭოს ტორტში, რომ კარგად მოეკიდოს და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შეუბერა, მოეკიდა და მერე დაიწყო ესე სულის შებერვა და ჩააქრო როგორც იქნა. დავჭერი მერე ტორტი, ყავაც არ გამიკეთებია, ისევ ჭამეთ და ეხლა 21-ია უკვე და კიდე დარჩა. დიდი ზომის არ იყო რა. ეგ იმხელა ტორტია, რომ 8 ნაჭრად უნდა გაჭრა რა.
ეგრე გავჭერი მე-4-ად და მე ისინი შუაში და ძალიან დიდი ზომის ნაჭრები გამოვიდა და კიდევ დარჩა ტორტი. და აგერ მოვიჭერი დაჟე ამის გარდა ერთი ამხელა ნაჭერი კიდე დარჩა. დავითხوارე რა. ხო, გზაში რაღაცები გადავიღე. ტორტი რომ მქონდა. სახში არაფერი არ გადამიღია. და ჩაგისვავთ ახლა. ტორტი უყიდე ჩემ ძმას და მეტროთი მივდივარ. ანუ მართალია მე სანამ სახში ავალ 12-ს გადაცდება და უკვე გავა ჩემი ძმის დაბადების დღე, მაგრამ მუშაობდი და ვერ მივაქციე ყურადღება, თუმცა არა უშავს. ის უნდა ვიყიდო კიდე რა ქვია სანთელი, რომელიც იცით ძალიან ძნელად რო ქრება რა, სულს რო შეუბერავ და ეკიდება პირიქით ეგ და ცოტა უნდა გავაწვალო. ჩამორჩი ჩემი ძმის დაბადების დღეს დამთავრდა, აი წუთი დამთავრდება და მე ახლა მიმოქვს ტორტი მეორე დღეს, ანუ გადაცდება 12-ს ახლა და ჯერ არ ვარ სახლში. ეხლა რო ავალ ჩემ ძმას როგორ უნდა უმღერო იცით? რა ლამაზი დღე იყო, რანათელი მზე იყო, იმიტომ რომ გუშინ ბექას დაბადების დღე იყო და არა იყო რა. პირველის 5 წუთია და აი 2 წუთში სახში ვარ. მოკლედ რა ვიცი. საყვარლობა დღე გამოვიდა რაც იყო. შვენიერი იყო. ორი კინკილა მარწყვიედო ამ ტორტს თავზე. ორი საწყალი მომჟღნარი მარწყვი. და შიგნით დატენილია მართლა. შიგნით ლომად აქვს მარწყვი. მოდი ახლა ამ ტორტსაც შევაფასებ 1-2 სიტყვით. დიდად მომეწონა და გადავირიეთ ხო რო გითხრათ, არა. და ყველაზე მეტად შოქში რაც მაგდებს ტორტის ფასები, ანუ ყველაფრის ფასებმა ხომ მოიმატა და ამ ტორტს რამდენი უნდა ელემენტარული კარაქი რო იყიდო იმას რა ფასი აქვს ხო? მაგრამ ძალიან ძვირებია და 55 ლარიანი იყო ეხა ეს და ცოტათი ბევრად უფრო უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო რა. აი მაგალითად კრუქში ეს ბისკვიტები რომ მოჩანს, ძალიან თხლად რო აქვთ კრემი წასმული, ხო შეიძლებოდა ოდნავ თხლად ყოფილიყო და კრემი არის ზედმეტად უხეში. კარაქის გარდა არაფრის გემო არ იგრძნობა. ანუ კრემი უნდა იყოს უფრო გემრიელი და აი ბისკვიტიც უნდა იყოს ცოტა ნაკლებად დამწვარი. ანუ ნაკლებად შემწვარი. მაგრამ რავი არაფერი შვენივრად გემრიელად მივირთმევ. ვენტილატორი მაქვს ჩართული და ძალიან ნერვიულობ. აქეთ ქარი რო დაუბერავს მიკროფონში ჩემი ხმა რო არ ისმოდეს. ხო და ეს არა ქვია გამოვთავ რა. ვაიმე ხალხო. რატომღაც მოდი ახლა ამ ტორტს თავი დავანებოთ, იმიტომ რომ მე რო ჭამ ვერ ვლაპარაკობ და მართალიც არის რომ ჭამა და ლაპარაკი ერთად არ ვარგა. ხო და რადგანაც ცოტა დრო მაქვს ვიდეოსთვის, უცებ დაგელაპარაკებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჟამი მაქვს მოსაყოლი. ეს ჩემი თმები არ შეიმჩნიოთ, შევიჭრი აუცილებლად სანამ წავალ.
უბრალოდ გუშინ დავიბანე და რო დავიბან სავარცხლით ხო უხეშად ვიმაშვები, ვიმშრალებთ მას, ან ფენით თუნდაც უხეშად რო ვიმშრალებთ მას, მე ერთი დღე აჩეჩილია და მე ისეთი პრიალა და ისეთი კარგი ხდება, მაგალითად გუშინ ისეთი ის იყო, რა ქვია, სანამ აბანოში შევიდოდი. ისეთი ფუმფულა და ღუნღულა იყო თმა, რომ რა ვიცი. მგონია რომ ეს ზაფხული ძალიან გარდამტეხი ზაფხულია ჩემთვის. ამ ზაფხულს ყოველთვის ვატარებდი აქამდე სოფელში რა, ჩემთან. ცუდი იყო თქო ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მთელი ქალაქელი ბავშვები ჩამოდიოდნენ, ჩემი მეგობრებიც ესა ჩამოდიოდნენ, იქ მდინარეც გქონდა, 3 მდინარე გვაქვს სოფელში, რა ვიცი, ვბანაობდით, ვერთობოდით. მე და ჩემი მეგობარი ზღვაზეც დავდიოდით ხოლმე, მივყავდით და აი ესე ძალიან კარგად ვერთობოდით. მაგრამ წლევანდელი ზაფხული ვფიქრობ, იმიტომ არის ყველაზე მეტად გამორჩეული, რომ გულით მინდა ვიყო მოგზაური. ძალიან მიყვარს, აი სიგიჟემდე მიყვარს უცხო ადგილებში ფეხით წანწალი, ფეხით ხეტიალი. ანუ როცა უცხო ლამაზ ადგილას ვარ, შემიძლია იქაურობა ფეხით შემოვიარო ისე, რომ 20 კილომეტრი გავიარო და დაღლა ვერ ვიგრძნო. ხო და იწყება მოკლედ ჩემი მოგზაურობა, იმიტომ რომ აი საბუთების ამბებში ვართ ახლა, მარტო არ მივდივარ. ჩემი ნათესავი გოგო მოდის და ესა რა ქვია, არასრულწლოვანი როა, მაგი აგვარებს საბუთის ამბებს. აუ ძალიან ნერვიულობა ამ ესა რა ქვია, ვენტილატორმა არის საქმეს. ხმარ ჩაახშოს. ხო და მოდი ესე გავაჩერებ რა. აი ეს. და ესა რა ქვია. დედაჩემმა მითხრა ეს ამბავი ალბათ 3-4 თვის წინ, რომ ზაფხულში უნდა წაგიყვანო და იმის მერე ვფიქრობ, ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს დღე, რომ წავიდეთ, ერთი სული მაქვს როდის მოვა აგვისტო, მაგრამ თან მინდოდა, რომ აი დედაჩემმა რომ მითხრა იქედან დაწყებული ვცდილობდი, რომ აი ვამბობდი, რომ მეთქი ცოტას ფულს მოვაგროვები, იქ გამომადგება, დამჭირდება რაღაცა. დედაჩემი კი არაფერს არ მომაკლებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც შენი ფული რო გაქვს და შენ გემოზე რო დადიხარ, სულ სხვა და ისე მოვიდა აგვისტო, რომ კაპიკი არ გადამიდია საერთოდ. ანუ რას გადადებ ხალხო, რას გადადებ? წლევან ამ თვეში ხო ვაფშე ავიშვი, ანუ ამ თვეში საერთოდ ყურადღება არ მიმიქცევია ფულს სად და როგორ ხარჯავდი. კი თავიდან ძალიან კარგად დავიწყე, იმიტომ რომ კვება გამოვასწორე და ეს ჩემი თანხა თუ მიდიოდა, სწორად მაინც მიდიოდა, იმიტომ რომ რა ვიცი, იოგურტები, რა ვიცი, ძალიან ბევრი ისეთ ხილს ვყიდულობდი, ბოსტნეულს ვყიდულობდი, ძის ნაწარმს ვჭამდი, იოგურტებს ვჭამდი, ეგეთ რაღაცებს ვჭამდი და მერე ავირიე ისევ. ავირიე, ოღონდ ეს ბოლო 2 კვირა ისე ავირიე, რომ ძალიან ბევრი რაღაცა უარესობისკენ წაიყვანა ამ არევამ, რაც მე არ მაწყობს. პირველ რიგში გრაფიკი ავირიე. იქ ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა, იქ ნათესავი, იქ ესა სტუმრიანობა რაღაცა და ძალიან გვიან ვიძინებდი, ახლა ეგენიც გვიან იძინებდნენ და მეც არ მეძინებოდა რა და 1 დღე, 2 დღე რომ ისა რა ქვია, გვიან დავიძინე, საკმარისი იყო უკვე ჩემთვის, რომ მესამე დღეს სულ რომც მეცა და ადრე დაძინება, უკვე გვიანობამდე არ მეძინებოდა და ამ ყველაფერმა არევა გამოიწვია, რა თქმა უნდა და სამსახურშიც პრობლემის შექმნა და ნუ მოკლედ რა. ხო და დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ ერთხელ ვუთხარი, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემ შემთხვევაში სულ ესე იყო, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი კარგის მოლოდინში რომ ვიყავი, აი რომ მიუახლოვდებოდი მაგ ამბავს, რაღაცა ცუდი ხდებოდა რა, კარგთან ერთად ცუდიც უნდა გამეგო. ხო და ეხლა ისეთი კარგი რაღაც რო ხდება, ძალიან ნერვიულობდი იმაზე, რომ აი რამე ისეთი არ მოხდეს, რომ
ამ ყველაფრის განხორციელებას ხელი შეეშალოს, ხო? აი ჩემ წასვლას. ხო შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს, რომ ჩემს წასვლას ხელი შეეშალოს და მაგაზე ძალიან ნერვიულობდით და ჩემს რო უთხარი არაფერი არ მოხდება, კაცო, არის ნერვიულობდი ხარო. ხო და მოხდა ცუდი, მაგრამ ისეთი არა, რომ ჩვენ წასვლას ხელი შეშლოდა და უკვე ყველაფერი კარგად არის, ეგ ცუდიც ძალიან ცუდი იყო მართალია, მაგრამ გამოსწორდა მოკლედ და ეგ პრობლემაც მოგვარდა და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, მშვიდად, წნარად. წეღან გაუგზავნე ჩემი პირადობის ფოტო ჩემ ნათესავს, ეხლა მინდობილობას აკეთებს თავისი თარგმანით და იმით ამით რაც სჭირდება ყველაფრით და მე ხვალისთვის შევეცდები რომ სამსახურში წასვლამდე წავიდე იმაში რა ქვია რომელიმე ტურისტულ კომპანიაში, მაგრამ ძალიან გადავიღალე. ან ნახეთ როგორი რაღაცა იყო, ნახავ ერთი რომელი საათია. სამსახურში არ დამაგვიანდეს. ნახევარს გადავაცილე ცოტა, მაგრამ 1-15 წუთი გელაპარაკებით კიდე და მე ჩაცმას კი მოვასწრებ და გავიქცევი უცებ. მოკლედ, როცა ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც ხდება ხოლმე, ძალიან ბევრს ვფიქრობ. აი, ყველაფერი ვიფიქრე, ყველაფერი მოვიძიე, აი როგორ შეიძლება აი ძალიან ყველაფერი მოვიძიე რა, იქ ბილეთის ამბები, იქ ჩასვლის ამბები, აბა რომელი აეროპორტია ახლოს, რომელი ისაა ახლოს, მერე იქ სადაც ჩვენ მივდივართ, რომელი ტურისტული ადგილია ახლოს, რა უნდა მოვინახულოთ, როგორ უნდა გავერთოთ, სად უნდა დავისვენოთ. ვაფშე ყველაფერი მოვიძიე, მთელი ეს თვეებია მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ბოლო თვეს, ანუ რო ვიცი რომ აგვისტოში მივდივარ, ეს ივლისი ძალიან გადავერთე იქეთკენ. იტალიაში წასვლაზე და აი ერთი სული რომ აქ როდის წავალ, იქეთკენ რო გადავერთე, ამ ყველაფერმა გამოიწვია ძალიან გადაღლა და აქაურობაზე გულისაცრუება რა, ანუ მესმის ეხლა დასასვენებლად რომ მიდიხარ, სამსახურში იმდენად კონცენტრირებული ვეღარ ხარ, იმიტომ რომ ერთი სული გაქვს როდის დაისვენებ და რო დაისვენებ, მერე ისევ დასვენებული აგრძელებ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას და მუშაობას. მაგრამ ეხლა ეს კვირა მაქვს ყველაზე რთული. იმიტომ რომ ანუ მართლა ისე გარბის დრო რომ ვერც კი ვიგებთ. მოვიდა ჩემი წასვლის დრო იტალიაში და ეხლა ვხვდები რომ ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებ რა ვქნა. ანუ თან ბინას ვიცვლით ხალხო. ისევ და ისევ ბინას ვიცვლით, რაც ძალიან მეზარება, გადაბარგება, გადმობარგება, ყოველთვის მირჩევნია. ნუ ეხა სახლი და ბინა ისეთი რაღაცაა, რომ ერთ ადგილას კოხყათ ლამაზად რომ მოეწყობი. ანუ ჯობია რომ ერთ ადგილას იყო, იმიტომ რომ ეს აბარგება, ჩაბარგება, ამდენი ტანსაცმელი, ამდენი ჭურჭელი, გადატანა, გადმოტანა, ძველი სახლის დალაგება, ახალ სახლში მილაგება ყველაფრის, ანუ ძალიან რთული არ არის მარტივი რა, მაგრამ მე თვითონ მიღირს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ ეხა ბინა ისეთი რაღაცაა კი რამდენს გამოიცვლი. აქ ძალიან კარგად ვართ მართლა, საერთოდ არავინ არ გვაწუხებს, არავინ არაფერს არ გვეუბნება, თუნდაც სიმღერები რო ჩავთოთ, ვიხმაუროთ რაღაცა გვიანობამდე ან რაღაცა, არავინ არაფერს არ გვეუბნება, უბრალოდ ვარკეთილში ვნახეთ. ძალიან კარგი ბინა 400 ლარად. ანუ 400 ლარის კვალობაზე ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ ეხა ესეთი კომფორტი არ არის. აქ როგორი ავეჯიც არის, აქ როგორი მეტლახი ჭერი, აქ როგორი სიტუაციაც არის, ეგეთი არ არის, მაგრამ იქ არის მეტი ფართი. არც ისეთი მოუწყობელი არაა, რომ ანუ კედელი გაკრასკული არ იყოს და რაღაცა კედელი ჩვეულებრივად გაკრასკული არის, ეს არის ყველაფერი კოხტად ლამაზად არის, უბრალოდ ფართია მეტი და
გადასახადიც უფრო დაბალია და მაწყობს მეტროსანაც ახლოს არის უბრალოდ ყველაზე მეტად რაც არ მაწყობს ეგ არის ვარკეთილიდან სიარული, ანუ გზის დაგრძელება შემოკლების ნაცვლად, მაგრამ არა უშავს. თან ეხა მეტრო ჩაკეტილია და წანწალი მომიწევს სამგორის მეტროდან. თუმცა შევეჩვევი რა, იქვე ვარ ცენტრალური გზის პირას, მეტროსთან ახლოს. ავტობუსები ყველაფერი გვიანობამდე დადის და არა უშავს რა, ერთხელ ორჯერ რო წამოვალ, შევეჩვევი მერე. გადასახადიც უფრო იაფია და ესა. ეხლა არ მინდოდა რა, 2 დღის წინ ნახეთ ეგბინა და ესე უცებ გადასვლა არ მინდოდა, იმიტომ რომ ეხლა მე რომ მივდივარ, იქ ტანსაცმელები უნდა მოვიძიო, დავრეცხო, რეებს წავიღებ, მოვიფიქრო, ჩავლაგდე, ბილეთი ვიყიდო, სოფელში წავიდე, ქუთაისიდან რო გავფრინდე და ისედაც ძალიან დატვირთული ვარ ამ მხრივ და ეხლა კიდე ეს ხაზეიკა ვინც გვეყოლება იქეთ ბინაში ძალიან გვაჩქარებს რა, იმიტომ რომ რატომღაც ძალიან კარგი ქალია, მართლა ძალიან მოგვეწონა, მაგრამ რაღაცეები დაეტყო მაინც, რომ ცოტა ვფიქრობ, რომ ცოტა მკაცრი იქნება იმ მხრივ, რომ რავი, თუნდაც სისუფთავის და თუნდაც სიჩუმის და სიწყნარის მხრივ, ანუ ცოტა მკაცრი იქნება, მე ესე ვფიქრობ. ხო და მაგრამ ძალიან კარგი ფასია, ძალიან კარგი ბინაა და რა ვიცი, მოკლედ 50 ლარი უკვე დაუტოვეთ, მე რომ მქონდესო თქვენი იმედიო, რომ მართლა გადმოდიხართო, დამიტოვეთო რა 50 ლარიო და დაუტოვეთ და ამ დღეებში უნდა გადავიდეთ, მაგრამ არ შემიძლია რა. ძალიან მეზარება, იმიტომ რომ აქ ყირა მაქვს იმენა, ტანსაცმელიც იმდენი ტანსაცმელი მაქვს დასარეთ ერთ დიდ ყუთში, დასარეთი ტანსაცმელები მიყრია, რომელსაც მე ვაკლებ და ჩემი ძმა ორ მაქვს ამატებს, ანუ მე თუ არ ვრეცხავს, სხვა არავინ არ ვრეცხავს, ძალიან იშვიათად. ხო და მე კიდე სად მაქვს მაგისტრო 1 საათზე მეტი ხო ერთგარეცხვას უნდა და ეხლა მთელი დღე რო ვარ სახლში, 1-3 პარტიას კი ვრეცხავ, მაგრამ როცა სახლში არ ვარ, რა ვქნა, ანუ ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ და ყველაზე მეტად რაზეც ვფიქრობ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნების ახდენა. დაიმახსოვრეთ ხალხო ჩემი სიტყვა, აი ეს ვიდეო შეიძლება წლების შემდეგ ჩავრთო და ვთქვა, რომ აი მე რო დღეს ესე ვცხოვრობ, თურმე საიდან წამოვიდა ეს ფიქრები და თურმე რამდენს ვფიქრობდი მაშინ. ამ ყველაფრის განხორციელებაზე, რაც ეხლა მაქვს. შეიძლება ვთქვა ესეთი სიტყვები რამოდენიმე წლის შემდეგ, იმიტომ რომ იმდენად სიღრმეში დევს ეს ჩემი რა ქვია, ოცნება, რომ არ ამგონია სადმე გაქრეს, გაიფანტოს და არ ამგონია ამ ოცნებას ახდენის საშუალება არ მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან რთულია ბიზნესის წამოწყება და დიდად გვერდშიც არ უდგას მთავრობა ბიზნესს და რაღაცას, კი არის გრანტები და რაღაცეები დამწყები ბიზნესმენებისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ გადავწყვეტ ჩემთვის და ჩემით, იმიტომ რომ ერქვას ჩემი და ყველაფერი ჩემ გემოზე რომ მოეწყოს. ძალიან მინდა საკუთარი კაფე. პატარა, მყუდრო. აი ამ ოთახის ხელა ფართსაც არ პირველ ეტაპზე ამ ოთახის ხელა ფართსაც არ ვინატრებდი. ამის ნახევარი ჩემთვის იქნებოდა საკმარისი. მე თვითონ დავიწყებდი ბუნჩურს თავიდან ჩემს პატარა კაფეში, ყველაფერს ჩემ გემოზე მოვაწყობდი ნელ-ნელა. მე თვითონვე დავაკვირდებოდი ყველაფერს, შემოსავალს, გასავალს, იმას, ამას ნელ-ნელა ჩამოვწერდი ყველაფერს, რა მჭირდება, როგორ მჭირდება და ნელ-ნელა განვითარდებოდი, მერე თანამშრომლებს დავიმატებდი, მერე მოკლედ რა, ძალიან დიდი გეგმები მაქვს სამომავლოდ. ეს ბავშვობიდან მინდოდა, რომ საკუთარი შემოსავალი მქონოდა და საკუთარი ბიზნესი მინდა ალბათ უკვე, რა ვიცი, 5-6 წელია ალბათ უკვე ვფიქრობ საკუთარ ბიზნესზე, მაგრამ
რაც თბილისში ჩამოვედი, ეს მით უმეტეს ბოლო ერთი თვეა ძალიან დიდი ის გამიჩნდა ბიზნესთან დაკავშირებით. ძალიან ბევრს ვფიქრობ. და თქვენ წარმოიდგინეთ და 2 დღეში იმდენი ინფორმაცია მოვიძიე, რომ ერთ წელიწადში მართლა შესაძლებელია, რომ საკუთარი კაფე მქონდეს და ვიყო წარმატებული ჩემს სფეროში. ძალიან მინდა, ძალიან რომ დავიწყო საწყის ეტაპზე. ოღონდ დამაწყებია და ნელ-ნელა მივხვდები რა როგორ არის. ისიც ვიცი, რომ ძალიან რთულია, ძალიან დიდი, ძალიან ბევრი ნიუანსები ჭირდება ბიზნესის განვითარებას. ისიც ვიცი, რომ იქნება პერიოდები ჩავარდნის, როცა შეიძლება იფიქრო თავის დანებებაზე. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მექნება საკუთარი პატარა მყუდრო კაფე, რომელშიც მე თვითონვე ვიფუსფუსებ და მოგემსახურებით. მერე ჩემი გამომწერებით მომაკითხავთ ხოლმე, დაგპატიჟებთ ხოლმე ჩემ კაფეში ყავაზე, ტკბილეულზე და ესე შემდეგ. და ძალიან კარგი იქნება რა, მოკლედ ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ყველაფერზე და აუცილებლად მგონია რომ მივაღწევ. ფსიქოლოგიიდან ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვფიქრობ ეხლა გადასვლას, იმიტომ რომ ძალიან მინდა რა გავაკეთო. და უბრალოდ ახლა ამ ეტაპზე ძალიან გადაღლილი ვარ. ეხლა ჩემთვის მთავარია ეს 2 კვირა როგორ გავატარო, იცით? ეს ჩემი გადაღლილობა სამსახურში რო არ გადავიტანო, ანუ როგორღაც ამ გადაღლილობამ და ამ არეულობამ, უძილობამ და იმან სამსახურში რო არ იმოქმედოს, პირველ რიგში ეგ მჭირდება ეს 2 კვირა სანამ წავალ. და ყველანაირად მინდა რომ ვეცადო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოვახერხო იქეთ ბინაში გადაბარგება, მოწყობა და რა ვიცი, წყნარად მშვიდად წასვლა უცხოეთში. რა ვქნა, წარმოუდგენლად მე ვერ წარმოიდგენთ ეხლა როგორ მეზარება ამ ყველაფრის დაცლა და იქეთ გადასვლა. მაგრამ ეს სამთრის ტანსაცმელი რაც არის ყველაფერს გავაგზავნი სოფელში, თორე იქეთ ბინაშიც ასე მიყრის თავი არა მაქვს. ვუთხარით ჩემებს, რომ ეხლა მაინც 2 კვირა მივდივარ თქო და მოდი ესე მოვიქცეთ თქო, რომ ანუ ამ ბინის მე პატრონეზე 400 ლარი უკვე მიცემული მაქვს რა, 600 ვერ მივეცი ამ ეტაპზე. 400 ლარი მიცემული მაქვს უკვე და ეს რა ქვია 15 რიცხვში შემოვედით ამ ბინაში და უკვე 22-ია. გადასვლა რო გვდომოდა 15-ში უნდა გადავსულიყავით უკვე და ჩვენ ბინა ვნახეთ გუშინწინ. ხო და ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ძალიან ის რა ქვია, მეთქი ბარემ ეს 200 ლარი მივცეთ თქო ამ ბინის მე პატრონეს თქო და იქეთათვის 15 რიცხვში გადავიდეთ თქო რა, მე რო ჩამოვალ იტალიიდან მერე გადავიდეთ თქო. ეგრე უთხარი ჩემებს, ჩემ ძმას და ჩემი დედაშვილიც ჩამოვიდა იმუშავებს მოეწყობა ცოტას რაღაცა იქნება ერთად ვიქნებით და რაღაცას ვიზავთ რა და მე ვთხარი რომ ეგრე მირჩენია თქო, ეხლა ძალიან არა მაქვს გადასვლის თავი თქო, იქეთ იტალიაში წასვლის ამბებზე ვარ გადართული თქო და ძალიან წარმოუდგენლად მეჩვენება ამდენი აბარგება და გადაბარგება თქო, მაგრამ ეხლა რადგანაც ესა რა ქვია, ხო რა, მოკლედ საბოლოო ჯამში გადავწყვეტეთ, რომ ეს იქეთაბინის მე პატრონეც რადგან გვაჩქარებს და რაღაცა 50 ლარი დაუტოვეთ და ამ ბინის მე პატრონეს გამოვართმევთ, ანუ 400 ლარი რომ აქვს მიცემული 300 ლარს გამოვართმევ, იმას ლარს დაუტოვებ თქვათ ამ 5 დღისას, რაც ბინის მისაცემ ფულს გადაცდა. და ეს რა ქვია, იმ 300 ლარს, რასაც გამოვართმევ, იქით ბინაში წავიღებ რა. ამ თვეში ძალიან უაზროდ ხარჯე მართლა ფული,
კატასტროფულად უაზროდ ხარჯე. ანუ კი ხელფასამდე არ მიმყვებოდა ჩემი ფული. ისედაც, მაგრამ ეხლა არის 20 რიცხვი და რა ვიცი 30-მდე მაინც უნდა მყოფნოდა ჩემი ხელფასი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მეყო. მირეკავენ ერთი წუთი. ხო და ასეთი სიტუაცია მოკლედ. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა. ანუ ეხლა მოგიყვებით ეგეთ რაღაცას. ნუ ეხლა თბილისში რო ახალი ჩამოსული ვიყავი, კი იცით რამხელა мотиваცია მქონდა, დავფრინავდი მართლა, ყველაფერს ვასწრებდი, ანუ სამსახურსაც, სახლში ყოფნასაც, გასეირნებას, რა ვიცი, სწავლას, ყველაფერს ვასწრებდი. პირველ სემესტრში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მართლა კარგი ქულები მქონდა, ლექციებს საერთოდ არ ვაცდენდი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ხო იცით, რომ ერთი და იგივე სიტუაცია გვეძდება კიდეც და მარტივადაც იღლები. მე მაგალითად ყველაზე ცუდი რაც მაქვს, არის ის, რომ ერთი და იგივე სიტუაცია მბეზრდება მარტივად, ძალიან მოკლე დროში. აი თუნდაც ერთი სამსახური. ხო შეიძლება გქონდეს კაი სამსახური, მაგრამ ერთი სამსახური და ერთი და იგივე სიტუაცია მალე მბეზრდება, მაგრამ თან არის ის ფაქტორი, რომ სიახლის შიში. ანუ მე ეს სამსახური თუ მომბეზდა, თან იმის შიში მაქვს, რომ სხვა სამსახურში რა იქნება. და ძალიან შფოთვებს იწვევს, ეხლა რა თქმა უნდა ეს დაულაგებლობას იწვევს, არ იცი რა ქნა. იქით მიდიხარ, ახლის გეშინია, აქით ხარ და აქ ვერ ეტევი შენკანში და ესეთ სიტუაციებში ვარ რა. მაგრამ ყველაფერი დაალაგდება. ხო და იმას ვამბობდი, რომ მე რო დავწინაურდი სპარში, თავიდან კი ეხლა мотиваცია ქონდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ დავწინაურდი და უკეთეს პოზიციაზე გადავედი, ესე ვთქვათ და თავიდან დაიწყო ყველაფერი კარგად, მაგრამ მერე ისევ და ისევ ანუ ნახეთ რა მჭირდა, ძალიან მარტივად ვიღლებოდი. იმიტომ რომ მე რო დავწინაურდი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. თორე ეგეთი კარგი ხელფასიც არ იქნება, პასუხისმგებლობა რო არ იყოს და მარტივი რო იყოს. კი, მეც შეიძლება ბევრად უფრო მარტივი მეგონა, მაგრამ როცა დავინახე, რომ ამხელა პასუხისმგებლობა მქონდა და ამდენი შრომა მიწევდა, უბრალოდ ძალიან მარტივად ვიღლებოდი. კვირაში, რა ვიცი, კვირაში 2 დღე რო არ დამესვენა, ძალიან ცუდად ვიყავი, ანუ ძალიან დავირიე, ძალიან მარტივად ვიღლებოდი და მერე 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და კი უკვე 4 თვეა მე მგონი, მე-5 თვე თუ მე-4 თვეა რაც დავწინაურდი და ნელ-ნელა მივეჩვიე და თითქოს ყველაფერი დაალაგდა და ეს ჩემი დაღლილობაც ძალიან ანუ გახანგრძლივდა, ესე ვთქვათ, თუ ერთ კვირაში ვიღლებოდი, ეხლა ვხედავ, რომ ვატყობ, რომ 1 თვე იმდენად აღარ ვიღლები, რომ ანუ იმ სიხშირით აღარ ვიღლები, როგორც მაშინ ვიღლებოდი. ხო და ეხლა ის პერიოდი მაქვს, როცა დავიღალე. მაგრამ ეხლა ნაშრები რა ქვია, გადავხარშე ჩემ ტვინში ის ფაქტი, რომ დავიღალე, მაგრამ ეს 10 დღეა თუ რაც არის, რაც დარჩა 1 აგვისტომდე იტალიაში წასვლამდე, მე ეს დღეები მექნება ყველაზე რთული. ნუ ვეცდები რა თქმა უნდა ჩემ თავს მივცე დასვენების საშუალება მაქსიმალურად ბოლო 2 დღე მაინც იტალიაში წასვლამდე. მაგრამ ეს მომდევნო 2-3 დღე, 4 დღე მაინც ვიცი, რომ ყველაზე რთული დღეები მაქვს, იმიტომ რომ სამსახურშიც და სახლში გადასვლები, ამდენი რაღაცების აბარგება, ჩაბარგება, მაგრამ არა უშავს, ჩემებიც დამეხმარებიან და რაღაცა იქნება რა. ანუ ვერაფერს ვერ ვახერხებ ხალხო, ეხლა ღამე რომ მოვალ სამსახურიდან, ღამე თუ დავალაგებ ამ ყველაფერს და ჩავალაგებ. თორე მე დღე, აი კი ხედავდით დღეს, კი ხედავდით რა, გეტყვით. დღეს 11 საათზე გავიღვიძე ისიც იმიტომ, რომ ჩემ მანათესავმა დამირეკა, ვინც მინდობილობას აკეთებს
პირადობის ფოტო ჩამიგდეო და ვიფიქრე მეთქი მინდობილობაზე რომ დამირეკონ მეც თქო ხიზლად მაინც ვიყო თქო რა ლოდინი რო არ მოუწიოთ თქო და მაგიტო ავდექი თორე დილა მუნდები ძილს კოტრიავს და ისე უცებ მოდის სამსახურში წასვლის დრო რომ გავრბივარ რა და გვიან რომ მოვდივარ სახლში ახლა სახლში ყოფნაც ხომ მინდა რომ შევირგო რაღაცა და მაგიტო გვიან ვიძინებ რომ სახლშიც ვიყო რაღაცნაირად ხო და უნდა გადავერთო ცოტა დილის ცხოვრებაზე აუცილებლად იტალიაში რო წავალ კარგად გემრიელად დასვენებული რო ჩამოვალ მე შევუდგები ისევ იგივე ცხოვრებას მაგრამ რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცის უკეთესობისკენ გამოსწორებას ვეცდები წავედი ახლა ხალხო 9 საათი თქო და იმდენი ხანია გელაპარაკებით ნუ ახლა შეიძლება თქვათ რომ ეს 1 საათი ბლოგის ჩაწერას სახლის დალაგება რატო არ გერჩივნაო ზოგმა შეიძლება თქვას თუ ესეთ გადარბენებში ხარო მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ რა თქვენთან მინდოდა ახლა რომ მესაუბრა ხო იცით მე არ ვაკეთებ ამ ყველაფერს ფულის გამო რა ანუ კი იცით რომ YouTube-დან მაქვს შემოსავალი და ესა რა ქვია მე რო ხშირად გადავიღო ვიდეოები და დღეში 2 ვიდეო მაინც რო დავდო YouTube-ზე თავისუფლად მექნება 70 евро თვეში შემოსავალი და პატარა არ არის მაგრამ არც დიდად სასწაულია თუმცა მე თუ არ შემიძლია მე თუ ენერგია არ მაქვს ძალით ვიდეოს ვერ გადავიღებ მე თუ დაღლილი ვარ და კამერა წინ დავიდგი და ლაპარაკი დავიწყე დამეტყობა ეგრევე ბურდღუნში იმიტომ რომ სიტყვებს აზრებს ვერ დავალაგებ ისე როგორც საჭიროა და ლაპარაკში დამეტყობა რომ დაღლილი ვარ ძალით ვიღებ ვიდეოს და შესაბამისად ჩემი ვიდეოც იქნება უინტერესო აი ამიტომ არის რომ ძალიან იშვიათად ვიღებ ვიდეოებს როცა მართლა მაქვს ვიდეოს ჩაწერის სურვილი და როცა მართლა მაქვს საუბრის ნერვები მაშინ ვიღებ ვიდეოებს რა ხო და შესაბამისად დღესაც ეგ დღე იყო რომ მინდოდა თქვენთან საუბარი და ჩავწერე მაგრამ ატვირთვაზეც ეგრეა რა როცა ისა რა ქვია ვიდეოს ატვირთვის ნერვები მაქვს მაშინ ვტვირთავ და ეხლა ხო არის 21 თუ 20 ეხლა ხო არის 21 ივლისი აი ნახეთ ამ ვიდეოს როდის ავტვირთავ შეიძლება 25-ში ავტვირთო შეიძლება დღესვე ავტვირთო არ ვიცი როგორც მეყოფა ენერგია ეგრე წავედი ხა გავიქეცი ჩავიცვა უცებ და წავიდე სამსახურში აბა დროებით მიყვარხართ გკოცნით ყველას